გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას, მოგვიანებით გილოცავთ ძველით ახალ წელს, ახალ წელს, ბედობას, ძველით ბედობას და ასე შემდეგ. Როგორც იცოდით, ვერ დავდიოდით წინა ვიდეოში, ვისაც გაქვთ ნანახი, გავიმართეთ, ფეხს გავთ უკეთ ამამად, მარჯვენა ფეხიც მუშაობს კარგად და დღეს შემოგთავაზებთ M4-ის განხილვას, მაგრამ ყველამ უკვე კარგად ვიცით ეს M4, რომ არის არაქარხულ მდგომარეობაში დგას, დაუნფაიფი მთლიანი გამსვლელი, კაენის ფილტრი გაგრილება, boot mode და 4 მაპი და აქვს 700 სიცხენის ძალა, მაგრამ დღეს მარტო ამ M4-ის განხილვა არ იქნება. ამ M4-თან ერთად შემოგთავაზებთ F-სერია M4-ს, რომელსაც ასევე აქვს 700 სიცხენზე მეტი. ეს უბრალოდ M4 არ არის, ამ M4-ს უდგას გამსვლელი, ფილტრები, გაგრილება ზედა ქვედა და ჰიბრიდ ტურბო ABS-ი, ასევე ამ მანქანაში წერია ABS ნასტროიკა როგორც ბენზინზე, ასევე სპირტზე. ეს მანქანა შეიძლება გახსოვდეთ კიდეც დრაგიდან, იმიტომ რომ ძალიან მაგრადი არა. გავიდა მე-4 ადგილზე, ამ მანქანამ გაასწრო თავიდან მასკუჩას, მერე გაასწრო ლომას და მერე ნოდოს GT-ს გაასწრო M2-ზე, რითიც მოხვდა მე-4 ფინალში და მე-4 ფინალში გაასწრო ბუბუ, მე. სუპრით. და შემდეგ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, ერთით ერთზე, ნერვიულობიდან გამომდინარე, რომ ეს ბიჭი არ გამოდის ხოლმე დრაგზე და იშვიათად არის ზოგადად საქართველოში, ნეიტრალში დარჩა და მასე წააგო, თორე დროები კაი ქონდა ძალიან და ძალიან გული დაგვწყვიტა, რომ პედესტალზე ვერ დადგა რა. ამიტომ არის ძალიან ბაევოი ხოძე, დიდი ტურბოებით არის და არ ვიცი ზანოში რა სიზავს, თუმცა მე ვიცი რომ F-სერია, G-სერიას ყოველთვის აჯობებს ზანოსში რა. იმიტომ რომ კოლოფი გაცილებით უკეთესია, პლუს მაგას 7-იანი კოლოფი აქვს და არა 8-იანი და ის რომ მეორე სითხოს იმას მესამე უწევს დაახლოებით და კუთხეს გააჩნია და ვნახოთ რა და როგორ არის. რადგან ერთად გვერდ დგას ეს მანქანები, მოდი გავუყვეთ ვიზუალსაც და ვიზუალურადაც შევადაროთ. მე-4 სერია რატო არ მომწონს და სულ მაგას ვამბობდი ხოლმე, რომ ძალიან ძნელი გასარჩევია, ცოდნე თუ არა ხარ 435 და 440-ისგან რა. დავიწყოთ იქიდან, რომ კრილოები კი აქვს გადუტული, მაგრამ ისე ძალიან თვალსაჩინო არ არის როგორც M3-ზე და მაგიტომ მირჩევნია F-სერიაში M3 ყოველთვის. ასევე G-სერიაშიც M3 გაცილებით მიმზიდველია ჩემთვის ვიდრე M4, თუმცა მყავს M4. ორივეს M2 მირჩევნია, ესე რომ ვთქვათ, ჩემთვის M2 უკეთესია რა. გვერდიდან რომ შეხედო, რავი, ცოტა დაგვესვარა სანამ აქამდე მოვიდოდით, იმიტომ რომ ეს ადგილია გამშრალი და თელავში დიდ თოვლობა იყო, ვინც თვალს ადევნებთ ჩემ სოციალურ ქსელებს, TikTok-ს და Instagram-ს, მედო სურათები, სადაც M4 და Supra იყო მთლიანად დაფარული და სადღაც 9 მეტრზე დიდი თოვლი ედო ზედ. გავრეცხეთ აქამდე ჩამოვგორდით და ეს შედეგი მივიღეთ რა. ამ M4-ზე ბევრი რაფერი არ ადგას aftermarket-ი ვიზუალში, გარდა წინ ტუჩისა, CSL-ის გრილსა და CSL-ის კარბონის შემშვევებისა. ხო, კიდე უკან გვიდგას დამატებითი დიფუზორი და კარბონის ბაგაჟნიკი. ამ კარბონის ბაგაჟნიკზე იყოფა ხოლმე აზრი ორად რა, ძალიან ბევრს მოსწონს, ძალიან ბევრს არ მოსწონს. ვინც ცოტა გარკვეული არ არის, ცოტა შორიდან რო შეხედო, არის შავი. მაგრამ არის სინამდვილეში კარბონი და თან CSL-ის რა. მე მაგალითად მომწონს, თავის დაგსტერილითაც მომწონს და ის ბაგაჟნიკს რო ეს ორი ზოლი გადმოსდევს და თან ზუსტად რო გადმოსდევს და არა ჩინურებს რო ცოტა გვერდზე აქვთ ხოლმე, ეგ ძალიან კაია. ჩამოყვა ეს ბაგაჟნიკი, საბარგული მე არ მიყიდია და პატრონმა როგორც თქვა, $4,900-მდეა გადახდილი. ხო, გამსვლელი დგას დაბლიდან შეახედე და ამ გამსვლელზე დგას ბაჩოკი, როცა შეგიძლია იული ძალიან ჩუმად და M4 F-სერია. CSL-ის ფარები, დიფუზორი, სტანდარტი დისკები ორივეზე, კარბონის ჭერი აქვს და არის ულუქო ვერსია, რაც M-ს ძალიან უხდება, იმიტომ რომ თუ ლუქიანი M4 ყავს, რავი, 435-ის ვაიბს ტოვებს რა. ერთი მარტივად ეგ არის გასარჩევი, რომ ლუქს რო შეხედავ და კარბონის რვა უკვე M-ია რა. მაგრამ ეგეც
დიდი პრობლემას არ წარმოადგენს. ბევრმა გადააწყო უკვე ჩვეულებრივ მეოთხე სერიებზე კარბონის ჭერი და ასევე მესამე სერიებზეც. კრილოზე რო ვლაპარაკობდი, არ არის საკმარისად დიდად გადუტული. 435-დან შედარებით არის გადუტული, მაგრამ არა ისე ძალიან და M3-ის სურათი ჩასვიდა, ამდენი ახსნა აღარ მომიწევს რა, რამხელათია გადუტული. რაც შეეხება ცხვირს, F სერია გაცილებით აგრესიულია ვიდრე G სერია. თავის აგრესიული ენჯელებით, აგრესიული ცხვირით სარკეში რო გაიხედავ და F სერიის ემი რო მოგდევს, აი იძაბები. იცი რომ რაღაცა უნდა გააფუჭოს. ამის ცხვირზე მიუხედავად იმისა, რომ მაღალი კომპლექტაციის ფარები არ გვიდგა და პატრონმა მოგვიხსნა, თორე ედგა ამერიკაში და მოხსნეს, კი არის მოგუშული, გაბრაზებული, პლუს კარბონის გრილებით და იმით კიდევ უფრო ემატება ის, მაგრამ F სერიის ცხვირი გაცილებით აგრესიულია ვიდრე G სერიის. ეს ჩემი შეხედულებაა და სხვის შეხედულება შეიძლება სხვა იყოს. ხო, ამანქანას ბევრი აჯვავდა ცხვირზე, ღრუტუნა ნესტუებზე, მაგრამ რავი, მე მგონი არ არის იმდენად ცუდი, რომ მაგხელა ის ყოფილიყო აჟიოტაჟი გამოეწვია რა. რასაც ვერ ვიტყვით G სერიის ცხვირზე ცოტა ზედმეტია, მაგრამ მაგასაც თვალი ეჩვევა. G90-ის M5-ის მგონია რომ ფუტკარმა უკმინა რა. კი, ძალიან მაგარია, მაგითაც დიდი სიამოვნებით ვივლიდი, მაგრამ ცოტა იმ აგრესიულობას კარგავს. თან ცოტა რო იქით გადავიდეთ მე-5 სერიაში არ არის რესტი F90, ჩემთვის უფრო აგრესიულია ვიდრე რესტი. რესტი უფრო ცოტა მოლამაზებულია და დახვეწილია, უფრო ელეგანტურში გადადის. იგივე X3-ებში არ არის რესტი გაცილებით აგრესიულია თავის ენჯელებით ვიდრე რესტი. სალონი რო შევადაროთ ერთმანეთს, G სერიას რო უკეთესი სალონი აქვს, მანდ ორი აზრი არ არის, თან ეს მანქანა არის რესტაილინგი და პლანშეტით არის. მე დიდად კი არ ვემხრობი ესეც სპორტულ მანქანაში პლანშეტს და ცოტა მიუჩვეველი ვარ და ის ძველი მირჩევნია, არ არის G სერიაში როგორც არის იგივე მონიტორი და მაჩვენებლების დაფა აქვს X3-საც და უფრო მიაგრესიულება გაყოფილი როა რა, რაღაც აი ვერ რა. მაგრამ M4-ის ტორპედო აი ყელშია ამოსული. მე ზიზღება რო უყურებ მძულს. ყველაში ეგ არის. პირველი არა, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, აი ყველაში ერთი და იგივეა, არაფერი განსხვავებული. ზოგს ნაპასტყავს გადააკრავენ და სკდება, ყავდა M440 ნაპასტყავიანი და დაჟარული იყო და რო გავყიდე ახალმა მეპატრონემ შეცვალა, აი არაფერი განსხვავებული. საჭე მრგვალი რო აქვს უკეთესია ჩემთვის და ზოგადად ამ მანქანას უფრო ხისტად და აგრესიულად ხმარობ და მრგვალი რული დრიფტშიც უკეთესია და ზანოში და სამაიმუნოთ. სიდენიები ხო სპორტულია გაცილებით, ჯდომაც უკეთესი აქვს ძველს, იმიტომ რომ ჩემსას არ აქვს ковშები. დაკიდების სისტემა მიუხედავად იმისა, რომ პრინციპში ეს ამასაც შეცვლილი აქვს და ამასაც აქ წითელი HR-ები გვდგას იქ E-ბახი თუ A-ბახი თუ რაც არის, ოდნავ უფრო გრუბია. დაკიდების სისტემა გაცილებით აგრესიულია, ძველი. კოლოფი გაცილებით აგრესიულია, ძველი. მართვა გაცილებით აგრესიულია, ძველი. მაგრამ სისწრაფეს რაც შეეხება ახალი G სერიის M4 ისე ჩქარდება, რომ არ ვიცი, ალბათ სახკარი უნდა დაახარჯო ძველ M4-ს, რომ იგივე შედეგი მიიღო, რაც ახალი M4. აი ძალიან მარტივად რო ვთქვათ, X3-ში ხო იგივე ძრავი გვაქვს. 700 ცხენი საბურავზე ვიღებთ რითი? კაენის ფილტრით სიტყვაზე და დაუნფაიფით მხოლოდ. და სპირტზე რო ვანასტროიკებთ. მორჩა. ამოდის 700, 720, 730, შეიძლება 740 ცხენიც ამოვიდეს. ამ შემთხვევაში S55 ძრავზე რომ მივიდეთ რა, M2-ზე 750 ცხენი რო ამოგვეღო, შატუნი შევცვალეთ, კლადიში შევცვალეთ და შევცვალეთ. საწვავის სისტემას ვცვლით, როგორც ბაგში, ასევე მაღალი წნევისას, ან ვაყენებთ პორტს. და კოლოფსაც პრობლემები ექნება, იქ ფრიქციონებს ალაგებ ან რაღაც ძიმეებს უცვლი, ანუ იგივე სეტაპზე რომ 750 ცხენი საბურავზე რო ამოიღო S55 და ძალიან ზვირიჟდება
და ხდება დაუმორჩილებელი. ნუ G80, 82 უმეტესობა კვადროა და მაგ მხრივ დრაგში 100-200 რა ვიცი 60-260 და ზოგადად რა დისციპლინის გაზაობას გიწევს, გაცილებით კარგად დადის, გაცილებით კარგად ჩქარდება, იმიტომ რომ ZF8 სხვა ლეველია, უფრო გაზაობის მხრივ გაცილებით კარგად მუშაობს ვიდრე DCT, მაგრამ ზანოში ისე მოიკოჭლებს, რომ აი ამ ყველაფერს ალბათ აბალანსებს ერთმანეთთან რა. პლუს მაგას პოტენციური მყიდველისთვის რომ ავიღოთ კონკრეტულად M4 ესეთი ღირს 22-დან 25-26,000 დოლარამდე და არ არის ტი რო ავიღოთ M4 ღირს 50-60, ნუ რესტი უფრო ძვირი. ხო და გაცილებით ისეთი ვარიანტია რომ ზანოშიც უჭერ რა. როგორ აი რამდენი ფულის არ უნდა გქონდეს უჭერ. იმით რაღაც 2-3 მოსახლეობის აულას, იმიტომ რომ ყველა დეტალი ჯდება ცეცხლის ფასი და ის გაიაფთა უკვე რა. მაინც უჭირავს როგორც ემს ფასები, მაგრამ ბევრი დეტალი გაიაფთა. თვალი რომ შემოაყუნო, სავალი უფრო იაფი ღირს ვიდრე ამის. და ნუ კვადროთი თუ დადიხარ ხო საშინელებაა ზანოსი. ეხ გავივლით ჩვენ და მე მაგალითად არ მომწონს. გამივლია მეზანოსი, ან დონაც რო აკეთებ პრობლემა არ არის, მაგრამ მოსახლეობს რო ადიხარ, მეორე, მესამე და მესამეს რო კეტავ, აი გონია რომ წინათვლები მიგაჩოჩებს და სადღაც სხვაგან უნდა რომ წაგიყვანოს რა. აი მიყეხარ თავის გზაზე, შენ კი არ მიყავს, მანქანას მიყეხარ და ნუ იმედია ჩვენი ვიდეო არ აღმოჩნდება ესეთი, მაგრამ ის ვიდეოები ჩავსვათ მოსახლეობაში რომ გადიან და C63-ებით და მუსტანგებით რომ ხეებზე ადიან, პროსტა რო უწყდებათ ტიპებს, სწორეზე რო უწყდებათ და მოსახლეებზე ასვლაზე ლაპარაკი ზედმეტია. ნუ უკანა წამყვანს სავარაუდოდ ეს პრობლემა არ ექნება, მაგრამ დრაგის მხრივ მოიკოჭლებს, იმიტომ რომ წონის გადანაწილება ძალიან ცუდი ექნება და ადგილიდან ვერ დაძრავ რა. ამანქანით უბრალოდ რო გავიარეთ, რა ვიცი, 3-2-ში გავიარეთ, მიდევს ეგ ვიდეოც, აი არც ძალიან რო გვიწვალია და არაფერი, პოტენციალი გაცილებით მეტი აქვს, თან სიცივეში ვიარეთ, აი ეხლა რო დავждე და 0-დან გავუშვა, 3-2, 3-1-ში ბენზინზევე light stage 1-ით, light stage 2-ით ესევე გაივლის რა. მაგის პრობლემა არ აქვს. იმ მანქანას 0-ზე არ ვიცი, 4 წამი. და როგორც M2-ზე გქონდა, უკანა ტორმოზები უნდა გადააკეთო, 17-იან საბურავზე დიდი სლიკები უნდა ააწყო, 18-ებზე წვიმის სლიკები უნდა ააწყო და საბარგულში მეშოკები უნდა ჩაალაგო, რომ 3 და 5-ში მაინც გაიარო რა. აქ ლაპარაკი მაქვს რუსთავის ავტოდრომზე და არა აი ესეთ საფარზე, სველზე არა, მშრალზე და რაღაც ახლა გუშინ დასხმულ ჯერ ისევ თბილ საფარზე. ჩვეულებრივ სადაც შეჯიბრი ტარდება ესეთ ასფალტზე. ნუ 100-200 ერთნაირად აწყობილს მგონია რომ G80 და 82-ს გაცილებით კაი ექნება წონის მიუხედავად, მაგასაც გავტესტავთ, არც ეგ არის პრობლემა, მაგრამ რავი, ვფიქრობ რომ უკეთესი ექნება და მაღალში უკვე შეიძლება წონის ხარჯზე ძველი უფრო ჩქარი იყოს. ერთი და იგივე ცხენზე მაქვს საუბარი. არა stage 2-ზე, არამედ 700 ცხენი 700 ცხენზე რო აიღო რა, აი ერთი და იგივე ცხენი. მაგრამ იმის 700 ცხენი რო ამოიღო, ძალიან ბევრი რამე უნდა შეცვალო, ამის 700 ცხენი რო ამოიღო, ეხლა ამ მანქანას 700 ცხენი აქვს არაფრით. აი X3-ზე 700 ცხენი არის ბენზინის ნასტროიკაზე და ყვითელი ფილტრებით დავდივა, აი downpipe-იც კი არ დგას, კატალიზატორებია პროსტა ჩაჭრილი. და 700 ცხენი ამოდის ესევე. იმაზე ტურბო უნდა გააჰიბრიდო. ან ყველაფერი უნდა შეცვალო, რაც კი რამე არსებობს საწვავის სისტემაში, სტოკ ტურბოზე რო X ცხენი ამოიღო და უნდა გაწვალდე რა. ეხლა გავივლით, რაღაც კადრებს ავიღებთ, 1-2-ს მოვაზანოსებთ, თუ მოვაზანოსეთ, მაგრამ M4-ით, იმ M4-ით გაგვიჭირდება, იმიტომ რომ ჰიბრიდ ტურბოა და ცოტა ძნელია, რომ მოწყვეტავ, პირველი ესევე კეტავს და მეორეში მოკლე მოსახვევი თუა ლაგზე რჩება და ხო, ეგ არის რა, თუ დრაგისთვის გინდა ის მანქანა დიდ ტურბოზე უნდა ააწყო, მაშინ პირველი და დონატით უნდა გაერთო რა. რაღაც უზარმაზარი მოსახვევი უნდა აიარო მეორეთი და მესამეთი, იმიტომ რომ ჰიბრიდ ტურბოზე და სინგლ ტურბოზე მოსახვევებში ძალიან გიჭირს. იმიტომ რომ დიდი ლაგის მომენტი აქვს და
ამაზე შეგიძლია 900-ზე ისე იყო, რომ გინდა გაერთო, გინდა იდრაგაო, რაც გინდა ის გააკეთო, მაგრამ მოსახოს თლად კარგად ვერ ატის. ხმები შევადაროთ ერთმანეთს, S55-ის და S58-ის. ნუ S58-ზე გამსვლელი დგას, მაგრამ არა უშავს. მე ღამის კადრები ავიღოთ და 1-2 გავიაროთ. ეხლა კი ხმის ტესტი გახსნილ დროსელებზე, სადღაც 4500 დავატრიალებინებთ და კომენტარებში დაწერეთ, რომლის ხმა ჯობია. დავით, დაადგი. სპორტი გათიშე. და ეხა აიყვანე 4500-ზე. ეს როგორ დაკეტილ დროსელებზე S58-ის ხმა და ეხლა S55-ზე გადავიდეთ. ბოლობა შოკი დგას ამაზეც მხოლოდ შუა რეზონატორები და წინა რეზონატორი დაუნფაიფი ამოღებულია და იგივე დროსელ დაკეტილზე 4500-ზე და დროსელ ღიაზე ამ მანქანით გავაკეთოთ და თქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენტარებში რომელი ჯობია. ალექს, კაცში მოხვდა ხო რომის პაპი რო აირჩიეს, ეგ რომის პაპი არ არის, მამა ჩემი კეიფობს ეხლა და სვაც სვავენ უერჭველი წალამი შეუკეთეს და რომ მორჩევით გადაღებას ავიდეთ მერე. ხო, M4 4500 ბრუნზე გახსნილი დროსელით. დავაი დავით. დაუკეტე დროსელი და ეხლა დაკეტილ დროსელზე. всё, დაიკეტა. დავაი. ხო, ეგ არის და დანარჩენი უკვე თქვენ იცით რომელი ჯობია. შენ ამას დრიფტს ეძახი? სად იპოვე ეს ტიპი? იქნებ ვინმე დრიფტი ასწავლოს. ამასობაში დაგვათენდა მოკლედ ინტერიერიდანაც გავიაროთ და ვნახოთ რა და როგორ
ამ მანქანით ბათუმშიც ვიყავით, ვიდეოც გვაქვს და არის უზომოდ კომფორტული რა. აი ყოველთვის მაგას ვამბობ, იმდენად კომფორტულია, რომ ეს რო იყოს M440 ან M340, აი იდეალური იქნებოდა, 10-დან 10 იქნებოდა რა. მაგრამ M4-ია და მაგიტო ვფიქრობ, რომ ცოტა აგრესიულობა აკლია რა. თელავის მოედნის სხვა ფენილზე გადავდივართ, რომელიც სულ მდგომარეობაშია, აი აქ ნახე რამხელა ჩაღრმავებებია. ხო, მანქანაობს რა, იმას აკეთებს, გადადის GPU-ით ვერ გადაივლის, მაგრამ აი თირკმელებს არ განგრევს, არ გაწუხებს და არაფერი და კოლოფი ხო საერთოდ აი ისე უცვლის ერთ კუბიკზე როცა გვაქვს არც სპორტ მოუჩი, არც არაფერი, ყველაფერი რო ქარხნულ პარამეტრზე დგას, იმდენად რბილი და კომფორტულია, რომ რავი, აი არ ვიცი, ვერც იგზნობ რომ M-შია რა. რაც ძალიან მაგარია, ხო, მაგრამ ანუ ეს ჩვეულებრივ ყოველდღიურადაც თუ მკითხავთ, ცოტა მეტად გრუვი უნდა იყოს რა. ყველანაირი M1, M2-ის გააქტიურების გარეშე რა. უფრო გრუვი რო იყოს, ჩემთვის ცოტა უფრო სასიამოვნო იქნებოდა. ბოლომდეც რო დავაგრუბებ, აი ამანქანას რო ბოლომდე საჭეს დავუგრუბებ, დაკიდების სისტემას დავუგრუბებ, უკვე F82 M4-ის ჩვეულებრივ კონდენსაციამდე დგება რა. აი იმის იქით უფრო აღარ ხისტდება და იმის იქით უფრო აღარ გრუბდება. და მაგას ვამბობ ხოლმე. თუმცა თუ არ ახარ ისეთი ტიპი, რომ აი რავი, ზანოსი გინდოდეს და ჩვენ ზანოსსაც შეეხება, ამით ავიარე. იმაგანით რო გავილი იმანქანაზე მე ვილაპარაკოთ. აი რაც იმას შეეხება და აგრესიულობას შეეხება, აი დანარჩენი არ არის დამღლელი. ყველანაირად ისიამოვნებ ამ მანქანით. გაგისწორდება, აი სადაც არ უნდა მიხვიდე, არ შეგწხვება, აი ელიტაშიც არ უნდა გაიჩისო და აი რა სიტუაციაში არ უნდა გაიჩისო, ანუ მაგარი მანქანით ხარ რა. მანდ ორი აზრი არ არის და არავინ არ დაობს. ნუ ამ პლანშეტს ვარჯვავ, იმას ვარჯვავ, მაგრამ ეგ ჩემი შეხედულებაა, მაგრამ ზოგადად აზრი ის არის, რომ კაია, ახალია. ახალი როა ერთი მაგიტო მომწონს. ისე არა, აქეთ ხარის ვიაროთ, რომ სველია და რამდენჯერ უნდა გავრეცხოთ. და რავი, ყოველდღიურობაში არის ძალიან მაგარი რა. საჭე კაი აქვს, ის კაი აქვს, სკამი კომფორტული აქვს, ზედმეტად კომფორტული აქვს ეს სკამი და კაი ტიპია რა. გაგისწორდება, დაადგავ, აი ყველაზე მეტად ის მომწონს ამის, რომ აქვს MX drive, რომ ორივე ხდება, მაგრამ მეოთხე რო გავუკეთე, აი საშინელი ის გააკეთა რა. მაგრამ აი ქალა ისეთი ჩუმად არის მანქანა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაუნფაიფი დგას და მთლიანი გამსვლელი დგას, ხმაზე, ესე რო ვთქვათ, ხმაზე არ გაუჩერები ვართ რა. გაგვაჩერეს, იმიტომ რომ ბაჩოკი არ ჩანდა, ცოტა ზემოთ არის ბაჩოკი აწეული, თან დიფუზორი რომ იდგას, ბაჩოკი არ ჩანს რა. მაგაზე გამაჩერეს, რომ უბრალოდ შეხედეს იდგა თუ არ იდგა, გაჩერებულ მანქანაზე მოვიდნენ, თორე ესე რომ აი რამხელა ხმა აქვს და მოდი გავაჩეროთ, რავი, არავის არ გაუჩერები ვარ და ეგ აქ კაი კიდე რა. ეს არის ჩვენი M4-ის ინტერიერი და შიდა განხილვა, რავი, მე სტროშკებს დევნას ვერ დაუწყებ. აი არ არის ტყავი და ის არ არის, მაგრამ ვიღაცას კომპლექტაციაში უეჭველი ტყავის ექნება რა. გადავჯდეთ ეხლა F82-ში, აი F82-ით გაგატარებთ და მე მგონი სტაბილიზაციაც ვერ დაძალავს იმას, რაც ქვაფენილზე მოხდება რა. თუ შორგზაზე მიდიხართ, თუ ისეთ იმაში გიწევთ, აი ყოველდღიურად ქალაქში თუ გიწევთ სიარული, ესეთ სიცარიელეში და იმაში არა. აი თბილისის საცობებში არ არის კომფორტული რა. ან ჩვეულებრივ ტიპმა რო იყიდოს, რომელსაც უბრალოდ მანქანები მოსწონს, მაგრამ არ არის მანიაკი, რა მე ვფიქრობ, რომ არ გაუსწორდება. მე დავდიოდი M2-ით, ყოველდღიურად ხმარობდი M2-ს და დისკომფორტს არ ვიქმნიდა რა. მაგრამ 90% შეუქმნის დისკომფორტს. იმიტომ რომ ურტყავს, წამორთმები აქვს იქ ზადნში, უკანასვლაში ჩააგდებ, უნდა დაძრა, ამ პარკინგზე აჩერებ და
სამეზობლო იღვიძებს იმდენჯერ გაზი ნელა რომ ჩავარდეს. აი ხა გადავიდეთ F-82-ში, ჩვენი სუპრაც აკასვენია. სუპრაც მალე უკვე ბაებოი ხოზე იქნება, კაროკის პრობლემას ვაგვარებთ. გადმოვჯდეთ ჩვენ ბებერში და მეტად სპორტულ მანქანაში. გადმოვჯექით M4-ში. აი გავიარეთ ქვაფენილზე. M4-ში რა? M4-ში რა, M4-ში ვიჯექით ისედაც. აი, მოიცა. ეგან რაღაც არა თქვი კარგად რა. რა? აბა ერთი გითხარი დღეს რა მოხდა? მოკლედ და არაფერს რო არ იძახი. ხო, ამაგან საერთოდ ვერ გავიარე. აი, მენა ვერ ავიარე რა. ანუ არის ორი ფაქტორი, რომ ერთი ის რომ ჩემი არ არის და დიდად ვერ გაურისკე, მეორე ის რომ მე მორზეც მემართებოდა ხოლმე და წინასწარაც ვიცოდი რომ ეგ მოხდებოდა რა. ჰიბრიდ ტურბო როა. მეორეთი მოსახოვში თუ ძალიან სწრაფად არ შედიხარ, ჯდება ლაგზე რა. აი, ვერ ავიარე. და რო ვერ ავიარე და ისედაც დაანონსებული მქონდა, იქიდანვე კოდუას ჩავგდე ვიდეო და გიოსთან მივდივარ და 46-ით უნდა დავიწყო ლილოზე დრიფტის გაკვეთილები და ესე ძალიან აღარ შევრცხვე ხოლმე და არ გამიტყდეს დოლოს მანქანა გაიჩიტა. ხო და მოკლედ არ შემცხეს ხოლმე და არ გამიტყდეს რა. შემცხეს რა, ეხა ის რომ ის ყოფილიყო, რა ქვია, ჩვეულებრივი სტოკი ტურბო ყოფილიყო, არანაირი პრობლემა არ იქნებოდა, მან მეორეთ ჩვეულებრივ ავივლიდი რა. M2-ითაც ისეთი ვარიანტი იყო ხოლმე, რომ ხან ავდიოდი, ხან ვერა და ბევრი ვეღარ გაურისკე. მაინც გიგას მანქანაა, ჩემი რო არ არის და რამე რომ მომსვლო და მაგრად გამიტყდებოდა. G82-ში დამტრობა მერჩია ამის დამტრებას ამ სიტუაციაში რა და ეგ არის და ეგ რავი ამით კიდე აი მენა თირკმელა მანქანაა, თან თუ დაკიდების სისტემა გიდგა. რავი, ვიყავი იგივე დაკიდების სისტემით, იგივენაირი M4-ით ბათუმში მე და უკან რო ვიჯექი აი რავი თირკმელები და მეხალა. არ მესწია მონა. თვითონ ბათუმში თუ ჟენია კი მაგრა დასწორებდა, მაგრამ გზა დიდად არ გამისწორდა რა. ხო, აიმედია გავივლი შემდეგში. ეგ მოსახოვები ვაფშე X3-ით ასავლელი გვაქვს და 1700 გამომწერი გვაკლია, რომ ეგ მოსახოვები X3-ით ავიარ. X3-ით უეჭველი ავი. დაჟე აი გაკვეთილებიც მექნება გავლილი და რაღაცა და აი X3-ით უეჭველი დავფარავ მაგ ყველაფერს რა. წამო ხა მივაჩეროთ ეს M4-იც. რული ორიგინალი დგას ამ M4-ზე. $1800 გადახდილი ამ საჭეში. გრუბია ბიჭო, რული, აი ხო არაფერი, ყველაფერი გათიშული მაქვს, მაგრამ რული მაინც გრუბია რა. აი იმის რული გაცილებით რბილია. მე მომწონს ეს სიგრუბე და ესეთი რაღაცები, რა მე მევასება რა. მიუხედავად იმისა, რომ არ არის კომფორტული, მე მევასება რა. რული გრუბია. ტორმუზის ხანაირად იჭერს, იმას ტორმუზის დარბილება და დაგრუბების ფუნქციაც კი აქვს. ტრეკზე ძალიან მაგარია და ქალაქში, მაგრამ რა, ჩემთვის ზედმეტი ფუფუნებაა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაგარია, ჩემთვის ზედმეტი ფუფუნებაა რა. მოკლედ ჩვენმა დღემ ესე ჩაიარა. მიუხედავად იმისა, რომ F-82-ით განიცადეთ პატარა კრახი, რომელი ჯობია დააფიქსირეთ თქვენი აზრი, G82 თუ F-82 და კი, რა თქმა უნდა, წელსაც 2026 წელს ჩვენი და Gez Motors-ის თანამშრომლობა გრძელდება. Gez Motors-ი ლიქვიმოვის ოფიციალური შემომტანი ისევ ჩვენი მეგობარი კომპანია. ხოლო ვისაც ესეთი მანქანების ჩამოყვანა გსურთ, ჩვენ დაგვიმატა კიდევ ერთი ახალი მეგობარი კომპანია, რომელთან ერთადაც ძალიან მაგარ და ბევრ პროექტებს განვახორციელებთ. ხო, მართლა, პროექტზე გამახსენდა SF-31 კადრში ტყუილად არ არის, ჩამოგვივიდა ნაწილები, წინა ვიდეოშიც თქვით ალექს მე მგონი რომ ნაწილები ჩამოდიოდა, ჩამოგვივიდა ნაწილები და ვაპირებთ რომ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი დიზელი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი F-31 იქნება და ფურგუნითან და ჩვენი მიზანი და ამბიციაა რომ გავასწროთ სტოკ F-80 და F-82-ს 402-ზე.
თუ ვინმეს პრეტენზია ექნება და იქნება ის სტოკი, ჩვენ ვიქნებით Down5-ის და Stage 1-ით. შეგვიხმიანოს და გავიდეთ რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. ამით კი გემშვიდობებით, თქვენ კი არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და რავი, თუ გააზიარებთ, თლაც უკეთესი, მაგის იმედი არ აქვს.